ყველანი იყვნენ? აქ. გაუმარჯოს. შუა დღეებში დობის ნინო ჩაუწია მაგას. და მანდ უნდა დავჭიდე რა უნდა ისაქვნა დავხატო. ნასკები მაქვს შემოტანილი აქ რო გაშრეს. და მაგრად მეზარება, მაგრამ სხვა არაფერს არ ვაკეთებ. უნდა დავხატო. დავხატო ის საროჭკა, რომელიც მომიტანეს რამდენიმე დღის წინ. აი ეს. და მაქვს აქ კიდე რომელიც ახლა მომიტანეს, ანუ ორი საროჭკა მაქვს დასახატი. დღეს რა ახლა ერთს დავხატა. ეს ის წყალია, რასაც ვიყენებ. ზუსტად არ მახსოვს რა უნდა დავხატო. არა, როგორ არ მახსოვს. მაგრამ ისა ნახულობ ხოლმე ვსქრინავ რა, ვინც მომწერს, რომ სათხარ ლიკუნა. სახელმწიფო გვარს ვსქრინავ, მე შევდივარ ვიწერ სურათებს, მე გადავაკ კომპიუტერში და პარალელურად ვამოწმებ ხოლმე რომ ეს რამე არ გამომრჩეს, რა აქვს მოწერილი, ამას რამდენი ერთი ძირითადი ნახატი უნდა დავხატო უკან. და მოიცავა ინგლისურად ლიკუნა ლეგიშვილი. აჰა, ისე იგი. მოდი ვნახოთ რა გამოვა. გადმოვიწეროთ ეს ერთი. ეს უნდა დავხატოთ უკან ძირითად ნახატად, მეც მაინტერესებს როგორი გამოვა. მთავარი ნახატი. ეს უნდა დავხატო ჯიბეზე. ორი მიკი მაუსი, მინი და მიკი. ეს მინდა წინ დაბლა მარჯვენა მხარეს, მარჯვენა რომელია აქეთ. კალთაზე ის ჯიბეზე, მე მგონი ჯიბերը საითაა გააჩნია და ეს მარცხენა მხარეს, მარჯვენა მხარეს კალთაზე. და სახელიც უნდა დავაწერო და კლავებზე შესვლის და გამოსვლის წლები. წელს სხვადასხვა ძალიან ისეთი იშვიათობა არის, რომ წლები დაგაწერინონ ან სახელი. ჩემი ცხოვრების მუწუკი. ვაიმე, წუხელ ესე იგი, იმას რო ვაჭამე შავ კატას, ეს არ აბრძანდებოდა, ქალბატონს ვაჭამე თავი შვილი თურთ და ვეძახე ყველა ოთახი შევამოწმე, სადმე ხوار კუთხლებთან შეველი ხوار დაჩაკეტილი მეთქი, არაფრით არ გამოჩნდა რა, ვეძახე, გადავაბრუნე და ვინია? მთელი ღამე ვხედავდი სიზმარში, რომ სად იყო. ეგ კი არა შეშინებულმა გარეთაც გავიხედე, მეთქი მანქანა ხوار დაეჯახა და ვაიმე გამაჟრია ლავას რო რა მოვიდეს მეთქი და ვერ ვიპოვე. მთელი ღამე სიზმარში ვხედავდი და ვეძებდი გეფიცებით, აი მთელი ღამე რო დილით სპეციალურად რამდენჯერმე ავდექი. ერთხელ ავდექი არ იყო, მეორე თავდექი და ტახტზე ეძინა მიველი, მაგრად მოვჩეჩე და წაველი ისე დავწექი. იმიტომ რომ არ მიყვარს ხოლმე ეს რო არ არის სახში. მოიცით ეს როგორ ძალიან მიყვარს. აი წადი. ამისიც უფრო მიყვარდა. მაგისიც უფრო მიყვარდა, იმიტომ რომ ის უფრო საყვარელი იყო. ნახოთ ჯიბე სადა აქვს საროჭკას. ანუ მიკი მაუს ხატავ აქეთ, ჯიბეზე ჯიბი აქვს. და იმას ხატავ დაბლა კალთაზე მარჯვნივ. კლავებზე წლებს. თავარი ნახატი. აი აქ, ნახეთ. ვიდიჭკები გასაუთვებელია და არ იტყობა ერთი ნაკეცი და მეორე ნაკეცი, რომელიც არ მიყვარს, ოდესაც საროჭკას აქვს და შესაბამისად ნახატი ჩადის ძირს დაბლა. აი აქ აი ამის მაგივრად იხატება დაბლა. იმიტომ რომ ეს უშლის და დავაწერო აქ სახელი. მოიცადე სახელი რა აქვს მოწერილი, ლიკუნა ქვია. ქართული ქართული ასოებით ძალიან კარგი. ზოგადად ზოგი ინგლისურად მაწერინებს. მოიცე ხა მიწერო გამარჯობა
ასე უწერია. ეხლა ვიწყებ შენს საროჭსა და სახელივე სალეხი დავაწერე. სახელი ლიკა თუ ლიკუნა. ეს ყველაფერი უნდა დაზუსტდეს. წლებიც კი მოვაწერინე 2014-2026. იმიტომ რომ ხარო ვითვლი ხოლმე მე სხვა წლებს ვიღებ. ცოტა ხანი შენი USB კაბელი მათხოვე რა. დიდი შანსია რომ გადმოვიწერე. ეხლა არ გადმოვიწერია. სკრინი მაქვს და არ გადმოვიწერე. აი მაგ 1 2 3. რა? მეთქი 2014. ალბომში გადატანა, გადავიტანოთ კამერაში და ეგ არის. რაო? 2014 მეთქი ძალიან შეერევი. ახლოს რანაირად იქნება მათემატიკაში. რო გადავთვალე. 14 და 26, ქალო, რამდენი იქნება? ვიცადე? გამარჯობა ლიკუნაო, ძალიან კარგი. ეს რაღაცა უნდა დააზუსტო ხოლმე, თორე მე უხერხულობა იქნება ხოლმე. ზოგადად არა, უხერხულობა რა, განარამისან, უბრალოდ მე ვნერვიულობ ხოლმე, რომ სიტყვაზე რაღაცა არ მაქვს დააზუსტებული. ეხლა გადავიტანოთ ძალიან ადვილად USB კაბელით კომპიუტერში ჩვენი ნახატი. ეს არის ლაშასის ძეგო, სხვათა შორის წერს ცოტა წაკვდა ეს კომპიუტერი. როცა ხალხნო ნინო არ იყო დაბადებული, მე აიმაში რომ უყურებდი ხოლმე ფილმებს. ხო და ცოტა ნელა მუშაობს საფით რა. ხო და მეთქი ახლა იმ სეზონზე რომ რამე მოუვიდეს საბას არ ვიცი რას ვიზავ. მაგრამ ჯერჯერობით მუშაობს. შვედი ბრატ თან. სად არის აი აქ. და კამერაშია სინი. ნახატი. 1 2 3. ყოველთვის ჯერ სად გადახველი ერთი სამაკ ალბომი მაქვს აკეთებული, ბოლოს არია წერია, სადაც გადამაქვს და მე რო ვრჩები სულ შლი ხოლმე. სათითაო გადავიდე ახლა იმაზე ეკრანზე. ჯერ ხოლმე ხატავ წინ პაწაწუნა რაღაცებს და მე გადავდივარ ძირითად ნახატებზე. ეხლა აი მე ვსწავლ. ცეკვაზე არ მიდიხარ შენ? ზემოდან ჩაიცვი მე რომ შეიძლება გაწვიმდეს. ის ხათები უნდა სადმე შევიყვანოთ ნინო დღეს თორე. მომაკვდავები ეძახე, წეღარ ერთი მამალის ცემა. აი მე, სახელი. აი მომაკვდავმა ქათამმა ერთი იაკოვკა მამალი ჩაჩეჩქვა. ვფიქრობ ახლა მიდი შეუვარდი და გაიფინე. მაგრამ მე მივხვდი რომ სადღაც წაკვდებოდა და იყოს მეთქი. აჰა, всё, ეს შეუერთი თუ გინდა გადატანილია თავებულია. აი ასია ჩემთან ესენი უყურეთ. თუ გაიხსნა, აი ძალიან უჭის, ნახე, ტრიალებს. ტრიალ. აი მე რამდენი რამე გაიხსნა ღმერთოდ შევ. ძირითადად რა უნდა დახვდო? ეს არის ჯიბეზე, ორჯერ დავაჭირე და ორჯერ გაიხსნა. ეს არის ჯიბეზე და სახატი მარცხენა მხარეს და აი ეს არის დაბლა კალთაზე მარჯვენა მხარეს და სახატი, ხოლო აი ეს არის მთავარ ნახატად და სახატი. როგორი გამოვა არ ვიცით, დავნახოთ. პირველად ხატავთ ესეთ რაღაცას. ანუ პირველად ხატავთ ცოცხალ ნახატიდან თუ რაც აქვია რა. ასე რომ მოდი საათი დავნიშნოთ. 6 საკლი 10 წუთი. რო ხატავ ხოლმე და ფერების და მაგ პროცესში ხოლმე აქ ხო წყალი, არა წყალი აქ მიდგა. აქ კომპიუტერი მიდევ, აქ საროჭკა მიდევ, აქ გასკები. საღებავები მიდევ.
ლაკი მიდევ. სხვათა შორის ახლა რომ მომიწევს, აი ბაზრობაზე გუშინ წინ ვიყავი რაღაცა და აზრით არ მომივიდა, რომ მეყიდა ესეთი დიდი. და რატო იცით? ესეთი დიდი 24 ფერიანი მე მგონი. ფუნჯები, ესეც საყიდელი მაქვს თეთრი. იმიტომ რომ აი ესეთ დიდში არის აი ესეთი ბევრნაირი ცისფერი, ბევრნაირი იასამნისფერი და ესეთი რაღაცეები და აი ეს ფერი არც 6 ფერიანებში, არც 8-იანებში და არც 12 ფერიანებში არის 24 ფერიანებში მარტო. ბევრი ისეთი ფერი რაც სხვებს არ აქვს და ნახეთ ეს რაღაც ცოტა მაქვს ესეთი ფერი და მჭირდეს ვეღარ ვიხმარ. ამიტომ ბაზრობა გვჭირდება. ან საკანცელარიო მაღაზია. ძირითადად ვიყენებ 3 ფუნჯს. ამას ეს არის ჩემი სწავლის პერიოდის ფუნჯი. რამდენი წელია ვხმარობ? მოიცადე. კონტურებისთვის წვრილი ფუნჯი და ესეთივეა ცოტათი ბრტყელი ეს. და ამასაც თუ დიდი ფონია ხოლმე დასამუშავებელი ამას ვიყენებ. ჯერჯერობით არ მინდა. და ეხლა მინდა ფანქარი. ადრე ხატავდი ხოლმე პასტით. ანუ კონტურს ვაკეთებდი პასტით რა და ჩვეულებრივ ვაკეთებდი არ იყო პრობლემა. უბრალოდ შემდეგ ბოლოს რადგან ამით ვამუშავებ თუ პასტა რაღაცა სხვანაირი არ არის, ანუ თუ შეიცავს ტუშს ცოტა ოდენობით კი როდესაც ამას ვასხავდი კონტური იშლებოდა, იდღლაბნებოდა და ცუდად ახვდებოდი, მე მიწევდა ახლიდან შესწორება. ხო და ეხა პასტა საერთოდ ამოვიღეხმარებიდან და ჩვეულებრივ ფანქარს ვიყენებ. და აი ესეც იდეალურად ფიქსირდება. პასტებით რო ხატავდი ხოლმე აი მე პასტებით რო ხატავდი რა საშინელება იყო ხალხო ტუშის პასტები თვითონ მოჰქონდათ ხოლმე. ჯერ შოვნა იყო ცოტათ ისეთი დეფიციტური მაგ პერიოდში ყველა მაგით ხატავდა და რაღაცა რა და მე არ ვყიდულობ თვითონ მოქონდათ ხმარობდი და მე ვატანდი რაც რჩებოდა. ხო და ისა მოვაშორე ჯერ წარმოიდგინე ამ ხელა ნახატი იმით აფერადე. ნერვოზი მქონდა ხოლმე გაჩენილი და რამდენი ლარად ხატავდი? 10 ან 15. აბა დავიწყოთ 6 საკლია 10 წუთი, ნუ ვთქვათ 6 საათია და რამდენ ხანში მოვრჩებით. რატომ მინდა იცი ამ საროჭკის დახატვა? ზოგადად ვხატავ ხოლმე რიგითობით, არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად ვინ ჩემი ნათესავია და პირველი ჩავსვა, არავითარ შემთხვევაში. ეს იყო ელენე საროჭკის მერე მოტანილი, ელენესი მოვრჩი, იქ მაქვს. ამიტომ ეხლა ამას დავხატავ, ამის მერე რაც მომიტანეს, იმას დავხატავ, მე რიგითობით როგორც მოაქვთ, ისევ ხატავ. ის რომ ვიღაც ისა დროზე დავხატო, ჩქარა დავხატო. ეხლა სანამ წყალში, ეხლა სანამ ხატვაზე გადავალ კონკრეტულად. კიდევ ვამოწმებ. თუ რა მითხრა, ეს ჯიბეზე მინდა. ვამოწმებ სად რა უნდა დავხატო. ჯერ ვაკეთებ სრულიად შავ კონტურს, ყველა მხარეს და მე ვიწყებ ფერების დადებას. დავიწყოთ. Რამდენჯერ შევხედო საათს 6 არა? ყველა ნახატი დავხატე. მოიცა არა, ჯერ არ დამიხატია. ანუ კონტური დავხატე რა. ჯიბე. არ ეტყობა, მაგრამ ეტყობა. კალთა. და უკანა ნახატი, რომელიც ჩორტი უზდაედგამო არ ვიცი, ვაიმე. ხო და ზოგადად რადგან თავარი ნახატი ყველაზე სანერვიულოა ხოლმე. მაგას ვიტოვებ ცოტა ბოლოს, რომ ბოლოს ვინერვიულო. ხო და ეხლა ჯერ დავიწყებთ იმ პაწაწ კუნტელა ნახატებს, აი აქ უკვე გამზადებული რომ გადავიხატ. ჯერ კალთას დავახატებ და მე იმას დავაწერ სახელსაც და მე ვინერვიულებ იმაზე რა ქვია. მაგაზე ხო. მაგრამ ძალიან მინდა რომ 2017-ია. ჯონ ვიკს ხო უყურებდი რამდენიმე დღის წინ 3 ფილმს და 3 ანუ ჯონ ვიკი მე-4 არ არსებობს? ან მინდა რომ მე-4-ც იყოს, რომ ეხლა თან დავხატო, აბა. ჯონ ვიკი 4. 4 3 მე-4.
მე მგონი არ არის. ჯონ ვიკი ქართულად 4. ой, რა კარგია. აბა რომელია? ჯონ ვიკი. მე-4 ყოფილა. და მე-5 ცხვა. იმიტომ რომ მეზე გამადგება შუქია მითეშვილო ჩემო. ჯონ ვიკი ქართულად, მაგრამ აბა სად არის ქართულად ჯონ ვიკი? მოდი აბა სხვა იცზე ვნახო, იმიტომ რომ არის, მაგრამ არ ითქვა. ჯონ ვიკი ქართულად, ჯონ ვიკი 4 3 2 1. გეიმო, მაიკადრზე ვუყურებ ხოლმე ძირითადად ყველაფერს. მაგრამ YouTube-ზეც დევს, თურმე გიჯო საიტებზეც დევს. ჯონ ვიკი 4. მოდი მაიკადრს არ უღარატოთ, წესით უნდა ჩაირთას. ჯონ ვიკი. უნდა დავწოლი ვიყავი ქალოიმე. ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ. სულ ცოტა საათ ნახევ არა. ზოგადად 2 საათიანია მე მგონი, აბა მოიცადე. ასლა არის მინო თუ ის გაიჩირო არის მინო გაიჩირო. რა არის ინდური ფილმია 2 საათი და 49 წუთიო. მე 2 საათსაც მოვასწრებ ხალხო მაგდრომ. შეგიძლიათ ჩემი ყურები მომაწოდო, უნდა მეთქო გამომიტანე მეთქი, არა? აქ არის. დისტანციური ყურები შვილო ჩემო. თელი 7 ლარიანი. დატენილია? გამომაძე მაინც დატენილია. ერთ ცალს ავიღებ. ანუ აქ როგორ შვები ხოლმე, ხო? ჯერ ამას იმაშვები. და ეს რო დაჯდება, მერე ეს უკვე ჩაირთე და რამე. მერე მეორეს ვიღებ. აბა ჩაირთას თქვენ საკეფშტები თორიცამი და ნახოთ რა გამოგვივა რა ხატები ჯონ ვიკთან ერთად. კი ბატონო, ჩაირთავ მეუბნება. აბა. რატო დისკონექტე ქალო? ვერ არის ესა. აი ეს. უნდა ჩაირთას. აქ მეუბნება ჩაირთავ. მერე აი გესმით? არ ვიცი გესმით თუ არა. ჩაირთვა. ეხლა დავაფაროთ. თავიდან ვერ ვიგებდი რა, ვერ ვაკავშირებდი და თურმე სახდილი უნდა გქონდეს, რომ დაკავშირდეს და მერე დააფარო. დავიწყოთ. დროებით. ვითომ არაფერი და მთელი 40 წუთი მოვდი ამას. ხო და ეხლა სანამ გაშრება, რადგან ადგილიდან ვერ დავძრავ ამას, იმიტომ რომ ნახეთ, ქვეშ რა ხდება. სველია. კი, იმით ვამშრალებ ხოლმე ფენით. მაგრამ რაღაცა ლოგვდგა. და უცბად გადავწყვიტე, რომ ბატიბუტი მინდა. უკაცრავად. ხო და ხა იქიდან გავეკვეხები მე. ეს ავიღოთ. და წავიდეთ ბატიბუტი მომხალოთ. სახში ვარ მარტო. ბავშვები წავიდნენ იოანე და ბარბარე. ცეკვაზე. ლაკეტაძარში. ხო და ჩემი სიხარულები ვინ არიან? ბავშვები ვინ არიან? ჩემი ლამაზები ვინ არიან? ნახეთ რა, სიმწვანე ნახეთ. ხო და წავიდნენ ისინი ცეკვაზე, ლაშა ტაძარშია. ხო და ნინო შემოვიდა და ვიღაცა იძახდა რა და ნინო შემოვიდა. დედაო ნიკოლოზი მეძახის და ცოტა ხანი გარეთ გაუვადა რაო. ჩემი ლამაზი ფიცო ნახეთ საძის. თავისი კლასე ნიკოლოზა. ხო და გავალდა და მე და ნიკოლოზა. არა ჯერაც ხარო. ნიკოლოზმა და შაკომ უნდა გამომიარონო. შაკო თავისი ყოფილი კლასელია, რომელიც თბილისში გადავიდა და აქ ქვემოთ ცხოვრობს და შაკომ უნდა გამომიაროს და ნიკოლოზმა უნდა გარეთ გავალა რაო. მინომ და
გამეცინა. აქ რო დაგსვათ თქვენ, გადამოცივდებით. ახალი ტელეფონი იცოდე და არ გატოყდეთ. ფანჯრის რა ფაზა ხართ, რაც აქვია მაგას. ამ ტაფაში, ამ ქვაბში არასოდეს არ დავიხლია და თუ არ გავაფუჭე. ხო და ვიღაცამ დაუძახა რა და დეო შაკუ არ არისო ნიკოლოზია მარტო და გავალო რა დერო მერკი გადი ხო და სადღაც ახვიდეთ მეთქი რავი გავალ რასაც რა გავიდრე ხო და რა გავიდრე მე რა უცბად გამახსენდა რა რომ ფული გამეტანებინა მე რამეს იყიდდნენ და შეჭამდნენ, მაგრამ სანამ მე წამოვდექი, ხა მე ხო იცით როგორი სწრაფი ვარ ამ წამოდგომაში და სანამ მე წამოვდექი წავიდრე ვეღარ დისავქენი. გავაკეთე ისა რა ქვია, ჭინჭარი გუში წინ ანუშკი მომიტანა ჩემო მეზობელმა, უკვე გათუთქული გამზადებული და შენ როგორც გინდა ისე შეანელეო. ხო და შევანელი და კვერცხი უყავი. მიყვარს ხოთა შორის კვერცხი. და პირველი მევჭამე, სანამ ივანეს მოშივდება მეთქი, თორე მე არაფერი დარჩება. ძალიან მაგრამ მოეწონა ივანეს, თუმცა ეჭვის თვალით უყურებდა. არ გაწვიმებულა, მაგრამ იერი აქვს წვიმის და არაფერი არ მიკიდია გარეთ, ისინი მაქვს მარტო. ბევრი ნასკები. ხო და შემოვიდა მაგას. განახოთ. აიმე აუგას ჩავყარო. აი გაზე ხათა შორის გუშინდელი გაკეთებული, მაგრამ დამრჩა გასარეთი. ყველაფერი დამრეცე არის კარგი. ხო და ეს ძალიან დიდია ეხლა და აი ამას ჩავყარო. პლასმასებში არ მინდა ხოლმე ჩავყარო, რომ ესა ერთხელ გავაფუჭე კაი პლასმასის ჯამით და ეს ქაფქაფი ჩავყარე და ბოლო მოვუღე. ეხლა დავკრიფე ყველანაირი სარეცხი, ყველა თოკაზე რომ ეკიდა, ხო იცი და ხალხი რა მაგარია, იცი? იქედან ორი რაღაცაა გასაუთოებელი. აი მე დავწვი ხალხი რაღაცა. გეყოფა ჩულო სუნი არის დამწვისა. გავაღოთ კარი. იმიტომ რომ ეს ქვაბი არის ძალიან თხელი. საანისოთ ხო და სიზარმაცე ხო იცი რაც არის. კარგი ხო გავიგეთ რომ დაიწვი. ხა ხელი ჩავყო დავეწვება. იბადომა. ხაფს რო უშველოთ ეს დაუყოთ. აქედა შეგვიძლია ერთი დასკვნა გავაკეთოთ მარტო. ეს ქვაბი აღარასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ პატიბუტში. ბუნგალია. მაგრამ ფანჯარა ღიაა და არა უშარო. მოსულა. სამი ბავშვი, სამი სიხარული მყავმე. ეხლა მივალ დავნახავ. წვენი თუ გაქვს დარჩენილი ტერიტორიაზე. უი, ნახე როგორი აქაც ხო გვეყენა შუქი და ნახეთ იქ. აი აქ. რგვალად. და ეს რო შევღებე ხო ეყენა და ვერ შევღებე. ეხლა როგორ ჩანს. იმიტომ რომ გუში რო ბაზრობაზე ვიყიდეთ. ვიყიდეთ ეს. მე რა ვიყიდე ლაშქა მიყიდა. რომ აქ რო кейფია ხოლმე აქ. იმით რა ქვია, ზაფხულობით რაღაცა პივა თევზი ასე შემდეგ. სამეგობრო. იქაც რუანთია და აქაც სათ ისეთი შუქი არც არის რა, ანუ რაღაცა სხვანაირი შუქია და აი მე ამ ქათმებისთვის არ დაღამდა.
ხო და მაინც იმდენად ვერ ანათებ, ამიტომ ვიყიდეთ ეს. ხო და ეხა კიდე არა ჩანს. აი იქამდე ანათებს ხარ, ხო და ძალიან მაგარი. ასე რომ ზაფხულში გელოდებით პივაზე. აგვისტომდე. არა, სხვადასხვა არის პივას ვსვავდი ხოლმე, ცოტას, წვენისთვის უნდა შევსულიყავ. პივას ვსვავდი. ხო, კი, ვსვავდი ცოტას, ერთი ჩიქას. მე მაგალითად ნინო რო ბუნებრივ კვებაზე მყავდა, პივას ვსვავდი. იმიტომ რომ კაი იყო. ხო და დედა წვენი სულ აღარ არის, უდაულებიათ. ასე რომ შემიძლია ეგ კიდევაც დავლიო. კაი წყალს დავდე. კამპოტს გამოვიტანდი, მაგრამ მეზარება. სანამ ბატიბუტს ცოტა წაუბატიბუტებ. ის ნახატიც გაშრება, თუ არ გაშრება. ფენს ვიხმარ და მოკლედ დღეს მაგას დავამთავრებ. აი ესე რო არ ვზარმაცობ, ხოლმე მე მიხარია რომ მე ნერვიულობ რა რომ ადამიანი რო გელოდება რომ დასახატი გაქვს, მე პლუს მაგას რო ემატება სხვა, მე სხვა და აი როგორ წეღან მქონდა, ნახეთ, ჩემი კუთხე ნახეთ რა დღეში. როგორც წეღან მქონდა, კი არა და წინაზე 3-4 ნახატი დასახატი და მეგონა რომ აი კისერზე რაღაცა მედო. ძიმე ტვირთი. ხო და ჩემთავს ვეტყვი. ხოლმე ხარ იზარმაცო რა. მასე არ მოგივირეს. ამიტომ ესეც ესე. წავედი ახლა. გავაგზავნე ფილმის ყურებას და ბატიბუტის ჭამას. და ვისაც დასრულებული ნახატი გაინტერესებთ, უეჭველი მორჩები თუ არა Facebook-ზე დავდებ. და შემდეგ ვიდეოში განახებთ ვიდეოში. დასრულებულ ეტაპზე რაც იქნება. დროებით და კარგად დააბამაგრეთ.